Sanktsiya gulისხმობს ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ. Arada Zura Badeiშვილი გერმანიას ახლო წარსულში სტუმრობდა, თუმცა მაშინ გერმანელ დიპლომატს დამნაშავე სტუმარზე არაფერი უქვამს. ეს პიტერ ფიშერს პარლამენტის თავმჯდომარემ შეახსენა და ორმაგ სტანდარტზე მიუთითა. გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა. სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია. კობა დავითაშვილის გატაცების და დასახიჩრების ციხეებში წამების, ღვინის კომპანია აკურას წართმევის, ტბ იბერიას წართმევის და ბანკი ქართუს გაკოტრების მცდელობის საქმეები. ამ დანაშაულებში მხილებული ზურა ბადეიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ ვერ გაიხსენეს, შემდეგ კი წარსულზე საუბარი არ ისურვეს. დავწუჟე საუბრობთ, მაგრამ ზოგადად მტკიცებულები ვარსებობდეს და ევროპულ სასამართლოებს რო იყოს ხონდეთ გაგზავნილი, ევროპულ სასამართლოები შესაბამის გადაწყვეტილებებს გამოიტანენ. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დღევანდელ პრობლემებზე, მუდმივად აქცენტის გაკეთება 15 წლიდან ამბებზე არის უბრალოდ არაადეკვატური. ის რაც ნაციონალური მოძრაობისთვის არაადეკვატურია, მმართველი გუნდისთვის მძიმე დანაშაულებია. გერმანელი დიპლომატის განცხადება კი მინიმუმ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის ჩვეულებრივი ადამიანის უფლებების დამრღვევი ადამიანი, თუნდაც გეზერაშვილი, გინდაც ადეიშვილი. ეს არიან ადამიანები, რომლებიც არიან თავიდან ბოლომდე სისხლში გასრულები. საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, 20%-ის ოკუპირება მნიშვნელოვან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული ამ მოღალატეობრივ ეგრეთ წოდებულ შეცდომებთან, რომელიც იქნა ხელისუფლების მიერ დაშვებული და რომელშიც გეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრი და ადეიშვილი მონაწილეობდნენ. არა თუ ადამიანის უფლებები დაარღვიეს, არამედ ბიუჯეტი გაძარცვეს. შეურაცხყოფილია ქართული ხალხის მიმართ ის დამოკიდებულება, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იმგვარი რეჟიმის წარმომადგენელი არის, როგორიც მაგალითად მთელი სოფლიოსთვის და გერმანიისთვის ფაშიზმი იყო, თავის სამყოფელს პოვებს გერმანიაში და გერმანიის სახელმწიფო არ ითვალისწინებს ქართული ხალხის მოთხოვნას, ქართულ სამართალს და იმ ელემენტარულ პარტნიორულ ურთიერთობას, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი უმძიმესი დამნაშავეები არ გადაადგილდებოდნენ თავისუფლად გერმანიაში. ზურა ბადეიშვილი გერმანიაში არა თუ რიგითი სტუმრის, არამედ უკრაინის დელეგაციის წევრის სტატუსით ბუნდესტაგში იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ადეიშვილის კრიმინალური წარსული გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არ გახსენებია.